მოგესალმებით. დღეს ჩვენ ცოტა უჩვეულო გაკვეთილი გვაქვს. საზეიმო გაკვეთილი ასე ვთქვათ. სტუმრებიც ყავს, მოწვეული და ეხლა პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის შევიხსენოთ როგორ ვიქცევით კლასში გაკვეთილზე, ხო? და შემდეგ მთელი გაკვეთილის მანძილზე ვიცოდეთ როგორ უნდა მოვიქცეთ. რომელი ლექსი შეიძლება შევიხსენოთ ესა? დარმა დაიწყრიალად. დავიწყოთ? დიახ. აბა დავიწყოთ. დაიწყრიალა, ხმა სუქა ყრიალა, გაკვეთილი დაიწყო, იქვა გეალეცება, შენ დროა შეახე, შენი კლასის კანები, ჩუმად როგორ ჭკვიანად იქნებით და როგორ პასუხებს გასცემთ ჩვენ სტუმრებს წიდან. ძალიან მაინტერესებს ჩემს გარეშე როგორ კარგად მოიქცევთ. კარგით? დავალმე მაშინა და აბა თქვენში როგორ მოიქცევთ. დავალ მე დავიმატები. მე აღარ ვიცნები აქ. აი ხო
არა, იაკობ გოგებაშვილი? სოფელ მარიაში. რა კარგი ბავშვები ხართ, თქვენ კიდევ ბევრი რამე გეცოდინებათ. დედაენაზე ლექსები იცით? დია. აბა რომელი გეტყვის? ერთ-ერთ მოგითხარით, დაიცით. მე. კი. უი, თათაში რა ვიცი? იაზე. ჯუბა დაიცით. Sedani sami bami zuyani karu wadi takmi sam kauli yani kali tumat ape bat karu wadi kali wita tobli sedani aki zuyani wit akap klop sedani mati sidani yani wit juda klop sidni sit bate taki yan kali sit მოხვედი რა კარგი ლექსი მითხარი. დათუნია და პატია ჩვენთან დარჩნენ. ხედავთ როგორ მოეწონა ჩვენთან. დედაენა. სიბრძნის წიგნი. წიგნი. მოხუხე სვაპალ. აი, თითი აი, თელსაპა. მიაკო გვეტყვის. ამან ბანი წერდა შოთა სიმღერის და სიბრძნის პაპა. ამან ბანი შეკრუხი წყონა კრავდა სულხან საპა. ამან ბანა გაგვაგონა ხმაიას ხმალკაკი. ყველა დედის იამნანა ვაჟას მთების ლაყარაკი. ინაპრებმა ამან ბანი გაგვი მაგდეთ ქვეყნა წესი. სასიცოცხლო საჩუქარი არ იქნება უკეთესი. ყველაფერი შიკაოლობს თავის სახელს. მისი მადლი თვითეს კაცად და ქვეყანა გაიხნახეს. აბა ვიყავ. აი შენი დედაენა. აგვინდანდე. როგვაჩუკას დედაწმენა. აი შენი დასაწყისი. საწყების დასაწყისი. საუკუნის რომანსებს. საუკუნის რომანსებს და მისი. რა ყავის გავართვით, კარგა ჩემხელეთაბა, ციფერი ქუდი მახურავს, მათია ლუდი კაბა, ბახშივა ხელის მატარებს, ჩვენი მებაღებია, თავზე პეპელამაზის და იცით მე იამქვია. ნიკოლოზ გისმენთ. თუ ასე გულები ყვადი რათა მისდიო, ჩვენთვის ალბანის კარები არის გაგიზიო, მოგეფერებით ამანო როგორც შეგვიძლია, შეთა შეყვება სოველი ფრაც თავი შეგვიძლია, ცილაპაცის ჩიაბანო შეგვიძლია ამბანო, პატარა ივერიათა სიმდნის ებაში გამბანო. ხოჩო. ანდრია გითხარი, აბა ანაბანა დედა წიგნი მომიტანა. აბა ანდრია გისმენთ. ხო იცი ეს ლექსი შენეთ უნდა გავახაროთ, აბა თქვი. ანაბანა. არ გეტყვია სანდრია? ნიკოლოზ აბა შემოვითხარი. სადაც ფაილში. სადაც ფაილში ნახავს. ეს გამივია ყველა უნდა ყველა ია თულე დედა ჩემი ამოსული ყვავი. მაიკო გისმენთ. ვერხი ყავს ანი ჩემო უჩთვალება იცი ვინდა წერა შოთა როსთავმა. ჩვენი დედაენა ენაიადონქა იცი ვინა კინძა აყაიაკობა. ენის ვაჟასი და გავახტიონისა, ენის ნიკორწმინდის გრემის რიონისა, ენის ყვავილების გზის და ბულბულების გაჩვენ პატრონი ვარ განძის ფუფუნების, უნდა მოვაროთ დიდი რუძულებით. ხოჩა. იაკობ გოგებაშვილი. რა უჭირავს იაკობ გოგებაშვილს? წიგნი. რა წიგნი უჭირავს? დედაენის. ჩვენი წიგნები რა წიგნებია? დედაენის წიგნებია. ესე იგი იაკობ გოგებაშვილმა ეს დაგვიტოვა საჩუქრად. აბა ლექსიც რო იცით იაკობ გოგებაშვილზე და არ თქვით. ყველამ ერთად რომ თქვათ,
ამ კეთილმა ძიაკაცმა. ძალიან კარგი. მე ამ განათლებას ეხლა ვასრულებ და ძალიან მიყვარს დედაენა. ნახეთ ჩვენ დედაენა როგორ ლამაზად არის გაფორმებული. გადავშალოთ აბა წიგნები. სურათზე ნახატია, ხო? ნახატია, ხო ვერ მოგწეს. მიხატია. დედა ხატია. გოგონა და ბიჭი ხატია. წელიწადის რომელი დროა, ხო ვერ მოგწეს. გაზაფხული, ოჩა მაიკო. როგორ მიხდი რომ გაზაფხულია, მაიკო? შებლებია, ნახეთ ბუნება გაღვიძებულია. ნახეთ მინდორი როგორ არის მოხატული. რა არის მინდორზე ამოსული ბევრი? ბევრია ამოსული, მართალი ხარ. ბავშვებმა რა გააკეთეს, რა შეკრეს? ვისი კონაში? თაიგული, რისი? იების თაიგული შეკრეს, მართალია. აბა მეორე ნახატზე რა არის, რა ხდება, ხო ვერ მოგწეს? დედას მიართვეს, ნამდვილად დედას მიართვეს. რა მიართვეს ბავშვებმა? იები მიართვეს, კი ბატონო. ნახეთ, ჩვენ ვიცით წინადადების შედგენა, ხო ვიცით? რა ვთქვით, წინადადება რისგან შედგებაო? სიტყვებისგან, ოჩა, სიტყვები? მართლები? ასობგერებისაგან, რა კარგი ბავშვები ხარ. ეხლა ვის შეუძლია ამ სურათის მიხედვით, ამ ნახატის მიხედვით 4 სიტყვიანი, ხო? 4 სიტყვა. 4 სიტყვიანი წინადადება, აბა გისმენთ ყველას. ბავშვებმა დედას მისცეს იაყვეს. აბა უფრო გავალამაზად წინადადება. ბავშვებმა დედას ყვავილები მიართვეს. ბავშვებმა დედას ყვავილები მიართვეს. კი ბატონო, ძალიან კარგი. სწორად შემიდგინეთ წინადადება, მაგრამ მოდით ახლა აი ჩავწერეთ ამ, ხო? ყვავილები მიართვეს. ბოლოში რა დავსვა? რატომ? დასრულდა, აზრი დასრულდა, მართალი ხარ. დედას აი ყვავილები რო უფრო დავაკონკრეტოთ, რა ყვავილები მიართვეს? იები მიართვეს, ია ყვავილი მიართვეს, არა? ძალიან კარგი. აქ გვექნება ესე იგი სიტყვა ია.